დილამშვიდობის მეგობრებო. დილა ადრიან ჯაბა ამომიარა, არ მეუნება სად მივდივართ, სადღაც მივდივართო, წასეირნოთო. თოვლი უნდა იყოს წესითო, ვერ ვათქმევინე რა მიმართულებით. საიდუმლოა, სიურპრიზია. რით მივდივართ, მაგასაც ვერ ხვდები. ამ მანქანით იმედია არ მივდივართ. თუ ამ მანქანით მივდივართ, ჩემი მანქანითაც წამოვიდოდი, მაშინ თუ ესეთ ასფალტიანი გზა იყო. მოკლედ მივდივართ სადღაც ერთ დღეში მოვასწრებაო ხო? მოვასწრება ერთ დღეში. ვიცი, ამალხად რა ამბავი და გვხვდება იქ. იმედია გავერთობით. და კარგ ვიდეოს გადავიღებთ, რომ ყველასთვის სასიამოვნო საყურებელი იყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს. ყველაფერს ერთად ბედობას ძველით ახალ წელს მრავალს დაესარით და წარმატებებს გისურვებთ, საუკეთესო წელი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახებისთვის. ამ ჭიქაში ერთ ნახევარსო? იმიტომ რომ წარი მაგარი ამინდია რომ რა ვიცი იქ რა იქნება სიმართლე გითხრა ცოტა ეჭვმეპარება რომ იქ დიდი თოვლი იყოს რა მეც ეჭვმეპარება მაგრამ აი როშკაში ზემოთ თუ ავედით თავარია ზვავები არ იყოს და ზვავსაშიშროება თუ იქნება აუცილებლად მოუბრუნდეთ უკან რა იმიტომ რომ ხერხული მდგომარეობა არ შექმნათ არავისთან მე არ წარმომედგინა აქეთ რომ მოვდიოდი თორე შეიძლება არც გამოყვებოდი იმიტომ მივალავდი ხო? კი ბატონო, იმიტომ გამოიყვანე ჩუმად. მოკლედ ახოთ აბა რა იქნება. როშკაში თუ ავედი და ზემოთ ავიწიეთ იქ აბუდელაურამდე ძალიან კაი გასართობი თოვლი იქნება. როშკაში რო ავედით, აი გუდანში ბავშვების დასახმარებლად რო ვიყავით, შემდეგ როშკისკენ გადავუხვიეთ და ხამის საათები იყო, როდესაც ერთ-ერთ ოჯახს მივადექით ისე, იმიტომ რომ გვინდოდა გვენახულებინა წინა საახალწლო პერიოდი იყო და საჩუქრებისთან მთელ ესეთ ამბებს ვარიგებდით და კი გაგვითავდა ეს საჩუქრები, მაგრამ და ხელწარიელები მივედით იმ ოჯახში. მაგრამ ჩვენი მისვლა იმ დონეზე გაუხარდა და ისე გაუხარდათ, რომ რა ვიცი, თან იმ ოჯახში ბავშვი იყო დაბადებული ბიჭი, რომელიც მთელი ხევსურეთის მასშტაბით პირველი იყო რა, ეხლა ეგეთი ბავშვი დაიბადა წელს. წელს ამოედა ხო? ხოდა. ხოდა მინახავე გაუხარდებით. სასახელო გაზრდილებას რა. ესეთი ლამაზი საყვარელი კაცი ბავშვი. ბიჭი იყო თუ გოგო? ბიჭი, ვაჟკაცი, ხევსური ვაჟკაცი დაიბადა ხევსურეთში და რა ვიცი, ზეიმი ხოდა ოჯახის და ბებია ერთერი ხოდა და სიჩქოდა სიყვარული. ესეთი სიტუაცია გვაქვს აქ და მზეზე როგორც კი გავდივართ, ასფალტიანი გზა არის გაწმენდილი სუფთა. აქ სადაც მზის სხივი ვერ წვდება, აი ესეთი გადახინული მონაკვეთები გვხვდება ეტაპობრივად. ეს არის ესების აღმართი მეგობრებო. აქედან გადაწყვიტეს ბიჭებმა ზემოთ ასვლა. ყურამ Android-ის დამტენი ხომ არ გაქვს შნური მხოლოდ შემთხვევით. Type-C კი. მომენტი რა. შნური გაქვს და გზაში დამიზიანდა და ვერ დავტენი ვერაფერს. Ciao, beijo. Hã?
გადავწყვიტე მაინც ავსულიყავი. როგორი სიტუაცია აქ. თუ ძირზე გაყინულია, საკმაოდ რთულია რა. მოცურების შემთხვევაში რაღაცას დაეჯახები. აი აქამდე არაფერი არ არის. ამის იქით ნახოთ. ვერ ბიჭები დაბლად განან. საბურავებს უშვებენ. სანსუქთა ჰაერზე მივდივარ ზემოთ. აქ ცოტა ძლიერი ძრავით უნდა იყო, რომ ინერციით ახვიდე. კაი დაკიდებული დაღმართია. მე მიჭირს ასვლა. აქ თუ გაჩერდი, დაცეპილია. ვიღაცა ცეპებით არის ასული. იმიტომაც აქვს ნათხრალი. ავიდეთ ბოლომდე და ნახოთ. ხეობა არის ულამაზესი. ნახეთ რა. კარგია, მაგრამ ესე წავია რომ ოდის გურამი ოგროვები ცერნ-ცერნ. ამოვა ჩვეულებრივად, არ არის არაფერი ისეთი. აქ ამოვა. ყველა შესაბამის სიჩქარე. ეგ არის სიჩქარე, მე მეორეთი ამოვა, მაგრამ ეგ არის მეტი ვერ დადის. ეს ვაფშე მესამე. პირველი აჩი გაუყარე აჩი. აიტანს, აატანინებს შეეშ. არ უნდა არაფერი პირველი. აიო. მარტივ. გორი სერიოზული მიდიხოდა იცი. აცარა, დვალია. უქსო, хорошо. არ დუეთ საბურავი უხო. აჯეროა რაღაც. 13 მოდი. მეორე უნდა, პირველი. აჯერა. დადის ოგრო დადის. დავიძარით. კიდევ არისო ორი აღმართიო, ერთი აღმართი. ასეთივე და მეორე აღმართი ძალიან დაკიდებული. გიორგი მთვარო რომ ჩემი მიცუბიშით ვიყავიო, მონტეროდიო და იქიდან დავცურდი ძალიან ცუდათო და მაინც იფრთხილებს დავიარსკიო, მეგობრებო. გაგვაფრთხილებს გვეთქვის უთხარით გიორგი თუ გითხრა ზემოთ. სადაც არის ეს დაკიდებული აღმართი, რომ ეტაპობრივად ნელ-ნელა ავიდეთ. მშვიდობით გადავიდეთ. საბურავი რამდენზე დავიში? მოლორებს. მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს აქ. მესამე აღმართი რაც არის ყოი გავჩერდები რა თქმა უნდა და გაგაფრთხილეთ ყველა. აჩიმ ცოტა ინერცია აიღო რომ ავიდეს.
რა სიმძლავრე სიკრება ნეტა ეს. რამოდენიმე ეს. შეშინებულები ხო არ ზიქარ? აქაც მე მგონი იგივე სიტუაცია ძირზე თუ გადაყინული არ არის ავირბენთ დიდი მამო გაიგო თუ გადაყინულია ეს არის ინერცია აუცილებლად და სამხარეს წესით ეხლა ვინც წამოვა და ვისაც გაუჭირდება აი ესე უნდა შეუშვათ გაყინული არ არის არა არ წავმეხი მამუკა და გურამი ავიდა და დანარჩენმა თავი შეიკავა, რადგან გზა იმდენად გადაყინული იყო უკვე, რომ აზრიც აღარ ქონდა ამოსვლას. შეიძლებოდა ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ შემოვუვარეთ. აი აქაც როგორც ქვევის გაყინული არის ქვევის. დისკაზით აქეთ ამოსვლა ჩავდივართ ისევ პირველ აღმართზე და მეორე მხრიდან. დაიწყებს მამუკა და მის სიგნალეო კამერა ჩავდა. ამოვედით ცენტრალურ გზაზე. ტრაქტორია აქ გავლილი. აი აქ შეტეხილში გავაჩეროთ და დაველოდოთ ხო გიჭირს. ცოტა ხანი გაჩერდითო. აი ეს არის ალბათ როშკა, ხო? არა? ხო ეს. აი სოფელია როშკა. ხა ახსენეთ ალბათ გაყვანული არ იქნება. როშკიზევით არ იქნება გაყვანული და არ იქნება გაყვანული და იქნება ძალიან საინტერესო სასიარულო არხოტამდე.
მეორე კოლონა ჩვენ ვართ როშკასთან არ მისული რა ის ახლები რო გამოჩნდება მამდგავართ და დაგვინახავთ. მუროცკოვი და უკან იმენა ის არის ვიტრინა. შევერთდით ბიჭებს. აგრძელეთ სვლა. წავედით, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ და დაღამდება და იქნებ ისე მოვასწროთ, რომ ხინკალის ჩამოთ დაბლანოთ. აი ის სახელი, აი გორგო ამოდიოდა. გორგო ამოდიოდა. ეგა აბა დავიწყოთ, თუ არის დასაწყები რამე. არაფერი არ ხდება, თოვლიც არ არის. პენსიონერების წიგნზე შემოვედით? შეინახე ცეპლენია წოდვა. დაიწყო საშენოგზო, გიხაროდნენ. აი რომ დაგრმავდება. ხიცდებს რა, ჰადაჰა ისე ადგილებში. მოდის ჩემი დრო. დანამხულ აღმართებზე კუდის პირზე. მოვედით.
აგებულო. მარცხნივ მაღლა. ჩაფარე. ოპა. Tom pilot. Vai, საფაში ქვებია ბიჭებო, ფრთხილად იყავით. აუ, ძალიან მაგარ ადგილზე ვარ ჩეხილოს ადო. მიდი ჯაბსონ, მიდი. გზა საითაა? აი ასე. ჩაპაგილე ბუკნიდან ჩააფარე კარგად. მეტი რა ჩააფაროს. ზემოთ გავსჯერდეთ, მე ფოტოები გადავიდე. მიდი. აი, მიდი გადაბლოკე. დავასვენოთ ცოტა ბენერია. აი.
აკა მიდი კიდე უნდა გახვიდე უკან, კიდე უკან. კიდე კარგად უკან. დავაი, დაარტყი ახლა. კიდე უკან. გაბლოკე, უკან. შენ არც ახლა გამოგიყენებია რა? მე. ესე. ლაივში ვარ ბიჭებო. ჩავაგდეთ ლოკაცია, რო არ გაწევს. ჩარგლის გადასახოვი არის მარცხნივ და